ეხლა მინდა უბრალოდ ერთი ჩემი მხრიდან შევაფასო ეს ეხლა თქვენ არ გკადრებთ ამ ვიდეოს შეფასებას, უბრალოდ მე მინდა რომ ეს თქვა, აი ესეთი პატარა ვიდეოს წავაწყდი, რომელმაც ძალიან გული დამწყვიტა სხვათა შორის და თუ შეიძლება გაუშვათ რა, ერთი კომედი შოუს ვიდეოა, მიშა ანდღულაძე იცით ალბათ ყველამ რა, იმის პატარა მონაკვეთი მინდა გაუშვა და მე შევაფასო ეს ყველაფერი რა. არა იმით რომ ვიღაცას რაღაცა დაუშვათ, ჭუა ვასწავლო ან ვიღაცას რაღაცა ცინიკურად ან დაცინვით მიმართო. უბრალოდ ჩემი სათქმელი მინდა უთხრა რა. ხელფასი წინასწარ ვიცი უკვე რომ განსაზღვრული მაქვს. იქნება 20,000 ლარი, არც მეტი, არც ნაკლები. გავიგე, მაგრამ 20,000 ლარი ცოტა ბევრი ხო არ არის პროკურატურა. არაფერი ბევრი არ არის, იმიტომ რომ მაგ 20,000-დან 18% მიაქვს საშემოსავლოს, 20% არის ღმერთის დღეგე. შესაბამისად, არაფერი მე მაქედან არ დამრჩება, ისიც პურის ფული არის რაღაც. ნუ ეგრე ხო, ნუ აი ესეთი იაფასიანი ხუმრობით რა, რომ 18%-დან ის რაღაცა არისო ღმერთის დღეგეო და მიშა ჩემო კარგო, მინდა გითხრა რა, ეს აბსოლუტურად იგივე იმას იწვევს ემოციებს და განწყობებს, რაც დაუშვათ ზელენსკის შემთხვევაში ქართულ დროშებს რო აფრიალებდა და ქართველებს რო დაგვრცინოდა. არ გეწყინოს ამას რო გეუბნები, იმიტომ რომ შენ იცი რა, ერთგულებაც არის უფლის მიმართ ამ ქვეყანაში და ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ძალიან ბევრ ადამიანს უბრალოდ დაცინი რა. ეს ცდება ყოველგვარ იუმორისტულ ამბავს, იმიტომ რომ მილიონი თემა არის, მილიონ რაღაცაზე შეგილია გადაობა რა. და რაღა მაინდა-მაინც ამას უნდა ჩააჭირო რა. ჯერ ეს ერთი და მეორეს ერთი გადაიკითხე ისტორია რა დამართნიათ იმ ადამიანებს, ვისაც ესეთი რაღაცები დაუწყია უფალზე რა. გადაიკითხე რა, დაწყებული ნიცშედან, დამთავრებული თუნდაც ჯონ ლენონამდე რა. მეც გავაკეთებ. დიახ, თუ შეიძლება. ჯერჯერობით 4% არ არის, 10%-ია. ხო. ესე წერია ბიბლიაში, რომ მე-10 შენი უნდა მისცე. აი ფარისეველი რო ლაპარაკობს, იგი სახარებაშიც კი ამბობს, აი მე-10-ც მე ყოველთვის ვიხდი. ჩვენ ეკლესიაში არანაირი გადასახდელი არ არსებობს. იცით. ყველაფერი არის ნებაყოფლი. გინდა 10% გადაიხადეს შენი შემოდანით გინდა. აი გერმანიაში კიდე საიდანაც გინდათ რომ თქვათ თქვენი CEO იდინოს არის 8% გადასახდი რელიგიური. ესე იგი ეს ნიშნავს რომ ყველა ადამიანი იხდის რელიგიურ გადასახადს. პირველი მიეცემა ნაწილი 8% მიეცემა კათოლიკურს და ლუთერანულს. შემდეგი არის სხვა დანარჩენი კონფესიები და თუ შენ არ რელიგიური ხარ, მაშინ შენ იძლევი საქველმოქმედო საქმიანობისთვის 8%-ს. მაგრამ აქ ნახე რა პრობლემაა, შენ თუ ამ 8%-ს არ იხდი, ესე იგი შენ კათოლიკური ეკლესია არ მოგემსახურება. არ მოგემსახურება. ეს სხვათა შორის პრობლემა იყო ამას წინათ, რამოდენიმე წლის წინ, რომ ბავშვი გარდაეცვალათ კათოლიკურ ოჯახს. და თურმე რამოდენიმე თვეა უარი თქვეს ჩვენ აღარ გვინდაო არ გადავიხდითო ამ 8%-ო და საქველმოქმედოში გადავრიცხოთო და ეკლესია კათოლიკური ეკლესია არა უგუწეს. იყო ერთი სკანდალი, ჩხუბი, დავიდარობა და რეალობა ევროპაში არის ესეთი, რომ შენ ვალდებული ხარ, რომელი ეკლესიის წევრიც ხარ, რომელი ეკლესიის შვილი ხარ, შენ უნდა შეინახო შენი ეკლესია. ანუ ევროპაშია გადასახადი და ევროპაშია და არა საქართველოში. არა საქართველოში. ესეც პასუხი რა. ესეც პასუხი ამ კომედი შოუს, ესე ვთქვათ, აი ამ კონკრეტული და მე კიდევ არის სტატისტიკა, შეუძლია ჩაიხედონ, ესეც ღია, გერმანიაში კათოლიკურმა ეკლესიამ მე გამოვაგზავნია სპეციალურად 5 წლის წინ სტუმრები მყავდა გერმანიიდან და მათ მომწერეს რამდენი იყო იმ წელიწადს მიღებული კათოლიკური ეკლესიისთვის წლიური შემოსავალი. იყო 14 მილიარდი ევრო. 14 მილიარდი ევრო. რას ლაპარაკობს? მთელი გადასახადი? ამ გადასახადებიდან 14 მილიარდი.
აი ჩვენთან 25 მილიონს რო დაასდევდნენ ხო დიდარი NGO-ები რო ყვიროდნენ ეხლა გამოდგა რომ თვითონ არიან მდიდრები რა არა კი ბატონო თვითონ იღებენ 25 მილიონებსაც და მილიარდებსაც აი ესეც პასუხი რა აი ესეც პასუხი რა გადასახადი არსებობს ევროპაში და აი ევროპაში ბატონ მიხეილს კი ბატონო გადაახტევიებდნენ 8%. მართლა, აი რასაც ლაპარაკობს იმას არ გადაიხდიდა და დაიჭერდნენ. კი ბატონო, კი ბატონო. მე ესე ადვილად არ იხულა. ასე რომ მთელი გულით და არანაირი იმით არ ლაპარაკობ ამას, მთელი დიდი სიყვარულით მინდა გითხრა რომ ნუ აკეთებ ამას რა. ძალიან გთხოვ, იმიტომ რომ ჯერ ერთი იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებს და გზნობებს, მათ გზნობებს შეურაცხყოფას აყენებს და მეორე ერთი რა არის ეს უფალზე და ღმერთზე გადაობა, არ ვიცი. ხო იცი, ბუმერანგია ყველაფერი რა, ეს ცხოვრება და რა ვიცი, დაფიქრდი ამაზე, დაფიქრდი.